ნამდვილად დავიწყებ სამართლებრივი შეფასებით, იმიტომ რომ როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში ჩვენ ახლაც ვიმყოფებით სამართლებრივ აბსურდში, ვინაიდან ამ ტიპის დანაშაული, რაზეც ჯერ 23 წლის სტუდენტი გოგო მეგი დიასამიძე დააკავეს, არის დაკავებული ელენე ხოშტარიაც, რომელიც საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს, ვინაიდან ეს წარმოადგენს, ანუ ეს პლაკატი არის საარჩევნო ატრიბუტიკა, რომელიც მათ შორის ბანერიც არის და მისი დაზიანება შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ იმ პასუხისგებლობის ფარგლებში, რასაც ქვია ადმინისტრაციული პასუხისგებლობა და მაქსიმუმი, რაც შეიძლება იყოს ამაზე, ეს არის 1000 ლარიანი ჯარიმა. მაგრამ პოლიტიკურ კონტექსტში რო გადავიდეთ, პოლიტიკური კონტექსტია სწორედ ის, რომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა რეპრესიები გააძლიეროს სწორედ მათ ესე იგი ხალხზე, საქართველოს მოქალაქეებზე და ამას მოყვა მეგი დიასამიძის დაკავება იმისთვის, რომ გაეგზავნა საზოგადოებისთვის მესიჯი, რომ თუ კი ვინმე გაბედავთ და ჩვენს ატრიბუტიკას, ჩვენს რაღაცა მასალებს შეეხებით, თუნდაც ფლომასტრებით, აუცილებლად იქნებით პასუხისგებაში მიცემული. ელენე ხოშტარიას დღევანდელი საქციელი იყო სწორედ ასევე პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ერთის მხრივ აპროტესტებდა იმ უკანონობის ფარგლებში მეგი დიასამიძის დაკავებას და მეორეს მხრივ აჩვენებდა, რომ როდესაც კანონი აღარ კანონობს, უნდა მოიქცეს შესაბამისად და რა თქმა უნდა უკვე ოცნება აირია და აიხლართა თავისივე აბსურდში, რომლის ფარგლებშიც მოუწია და მოხდა ის, რომ დღეს ელენე ხოშტარიას სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს ფლომასტრით გაკეთებულ კი ბატონო, მარიკა, მესმის თქვენ აღწერთ უბრალოდ ერთ დიახ, დაასრულეთ და კითხავთ. ხო, აქ უბრალოდ ერთ ნიუანსზე გაუსვამ ხაზს, ჩვენ თუნდაც საპარლამენტო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მრავლად გვახსოვს მათ შორის ჩვენი კოალიციის ოფისებზე გაკეთებული წარწერები, გვახსოვს დაზიანებული შენობები, დაზიანებული ჩამტვრეული მინები, რაზეც არანაირი რეაგირება არ მომხდარა. ამის პარალელურად ასევე გვახსოვს, მინდა პარალელი გავავლო იგივე წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან, როდესაც მათ შორის მერის კანდიდატი იყო ნიკა მელია, ნიკა მელიაზე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა, რაც ნამდვილად წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის საგანს და ნამდვილად არის დანაშაული, თუმცა არავის პასუხი არ უგია იმასთან დაკავშირებით. ახლა კიდე შექმნილია ეს აბსურდი და ამ აბსურდში არის ტიტუშკების მერი გახლართული, რომელიც უბრალოდ დგას მოძალადე კითხვას დაგისვამთ. და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და ჩვენი ქვეყანა დავაბრუნოთ სამართლებრივ. კი ბატონო, მესმის თქვენ აღწერთ, რომ საერთოდ აბსურდულია ამ ეს თქვათ აქტის ასე სამართლებრივად გაგრძელება, მაგრამ წინ ელენემდე არსებობდა მეგი დიასამიძის მაგალითი და ცხადი გახდა, რომ ის დააკავეს, შემდეგ გირაოთი გამოუშვეს, მაგრამ აღიძრა საქმე, ანუ ცხადი იყო, რომ დაკავება რაღაც ეტაპზე, მერე შემდეგ თუ გირაოზეც კითხავთ, იქნებოდა გამოყენებული. პოლიტიკური ლიდერის მხრიდან, განსაკუთრებით თქვენს კოალიციაში, როცა სამი არის პატიმრობაში, შეიძლებოდა თუ არა, არ ვიცი, რამდენად პასუხისმგებლიანი იყო მისი მხრიდან ამის გაკეთება, რომ თქვათ ისიც საპატიმროში არ აღმოჩენილიყო და მესმის შეიძლება გაქვთ განცდა, რომ თქვათ ლიდერების ადგილზე ყოფნის გარეშეც რაღაც გააგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას, მაგრამ ანუ რამდენად სწორი იყო, მით უმეტეს, როცა მეგი დიასამიძის მაგალითი არსებობდა. კი ბატონო დიანა, ნახეთ, ჩვენი პოლიტიკური კოალიცია, სხვათა შორის ერთადერთი კოალიცია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ისევ ერთიანია და ისევ არსებობს როგორც კოალიცია, შეჩვეულია როგორც პირველი ძალა, ასე ვთქვათ, ოპოზიციური ძალა, შეჩვეულია რეპრესიებს და თქვენ სწორად აღნიშნეთ, ჩვენი სამი ლიდერი სრულიად უსაფუძვლოდ რაღაცა გაუგებარი, იურიდიულადაც შეუმდგარი, არა მარტო არალეგიტიმური კომისიის არ მისვლის ფარგლებში, ცხედან ციხეში ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ამ პროცესის მიუხედავად ჩვენი კოალიცია აგრძელებს ბრძოლას და აგრძელებს მოქალაქეების გვერდში დგომას, პოლიტიკურ ბრძოლას, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისევე ქვეყნის შიგნით და ვდგავართ საკმაოდ მყარად ფეხზე. ეს კოალიცია სავსეა იდეის გარშემო შეკრებილი ადამიანებით, რომლებსაც არ გვეშინია უბრალოდ ხვალ ყველას დაგვაყარებდა. არ იყო აუცილებლობა, რომ ლიდერებიდან ელენე მაინც ბოლო ვთქვათ, ეს ვთქვათ, ლიდერი ყოფილიყო, არ ყოფილიყო საპატიმროში მაგალითად. მესმის რომ თავად პატიმრობის გამოყენება ამ ტიპის აქტზე მიგაჩნიათ სრულიად გაუმართლებლად, ეს სხვა არის, მაგრამ კიდევ ერთხელ დაუბრუნდები კითხვას,
და მესმის რომ ეს ელენეს გადაწყვეტილება და მისი ქმედება იყო და თქვენ ახლა უბრალოდ გეკითხებით, როცა იყო წინ არსებობდა სწორედ მეგი დიასამიძის საქმე. დიანა, კიდევ ერთხელ გპასუხობთ, ჩვენ ქართულმა ოცნებამ შეგვიყვანა სამართლებრივ აბსურდში. ჩვენ აღარ გაგვაჩნია კანონი, აღარ გაგვაჩნია კანონის უზენაესობა, აღარ გაგვაჩნია საერთოდ სამართლებრივი მოცემულობა. როდესაც ქვეყანა გადის კანონის ჩარჩოდან, ქვეყანა არა პრინციპში ის არალეგიტიმური ძალა, რეჟიმი, რომელსაც დღეს ქართული ოცნება ჰქვია, დაუმორჩილებლობა, წინააღმდეგობა, თანმიმდევრულობა არის ის ერთადერთი, რაც შეგვიძლია რომ პირისპიროთ და რის ფარგლებში შეგვიძლია რომ ჩამოვშალოთ ეს არალეგიტიმური რეჟიმი, დავიბრუნოთ ხალხმა დაიბრუნოს თავის ძალაუფლება. ელენეს ეს ნაბიჯიც იყო სწორედ აქეთკენ მიმართული. ჩვენი მხრიდან 2024-ის არჩევნების მნიშვნელოვანია ის, რომ 24-ის არჩევნების შედეგად პირველ ადგილზე გასულს არალეგიტიმურს უწოდებთ და თავად თქვენს კოალიციას უწოდებთ როგორც ოპოზიციაში პირველ ადგილზე გასულს. ანუ ამ ნაწილში აღიარებთ? გაგცემთ ამაზე. გიპასუხებთ ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვაღიარებთ იმ შედეგებს, რა თქმა უნდა, რომელიც ქვეყნის შიგნით იყო და რომელიც გაყალბდა, მაგრამ ჩვენ მხედველობაში ვიღებთ საზღვარგარეთ არსებულ მონაცემებს, სადაც გაყალბება ვერ მოახდინა და სადაც ქართულ ოცნებასაც კი გადავაჭარბეთ და ძალიან გადავაჭარბეთ ჩვენი მონაცემებით. შესაბამისად, ჩვენ ვართ ნამდვილად ის ძალა, რომელსაც დიდი ნდობა გამოუცხადა ჩვენმა მოსახლეობამ და ამავე დროს ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი პასუხისმგებლობა და სწორედ ამიტომ ჩვენ ვართ თანმიმდევრულები, ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც დავთმეთ მანდატები, არ ვაღიარეთ არალეგიტიმური პარლამენტი, პირველები, რომლებმაც არ ვითანამშრომლებთ ამ რუსული სპეცოპერაცია, ეგრეთ წოდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით და ჯერ კიდევ არის იმისი რეალური შესაძლებლობა, რომ მაგალითად პარტია ლელო დაუბრუნდეს ხალხს და 18 სექტემბრამდე მაგალითად აქვთ იმისი იურიდიული მოცემულობა, რომ უარი განაცხადონ თავადაც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე, დაუბრუნდნენ საერთო პროტესტს და ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა იმისათვის, რომ მარიკა, გირაოს თუ იქნება გირაო გამოყენებული, როგორც ეს იყო წინა ეს თქვათ შემთხვევაზე, კიდევ ერთხელ ვუბრუნდები პრეცედენტზე, აპირებთ თუ არა გადაიხადოთ ელენე ხოშტარიასთვის გირაო. თუ გირაოზე შეჯერდება სასამართლო. არ არსებობს სამართლებრივი მოცემულობა, არ არსებობს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მე თავშივე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს არ არის საერთოდ სისხლის სამართლებრივი დევნა, ეს არ არის დანაშაული. ანუ ეს ქმედებას არ შეიძლება მოყვეს დანაშაული. ელენე უნდა იყოს განთავისუფლებული და არა მარტო ელენე, მეგის მიმართ საერთოდ უნდა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა. კი, მესმის მარიკა, მაგრამ თუ გირაო აინახეთ, როგორც თქვენ უყურებთ და როგორც თქვა სამართლიანად მიიჩნევა, თქვათ ისე ხომ არ არის, თუ გირაო იქნა გამოყენებული, გადაიხდის ელენე, არ ვიცი თქვენ, მისი გადაწყვეტილება ალბათ აქაც საინტერესო, მაგრამ მაინც თქვენ რა სიტყვით ამაზე? ჩვენ არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ რეჟიმს და მის არალეგიტიმურ საქციელებს. რაც შეეხება კონკრეტულად გირაოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, სავარაუდოდ ვიცით ყველამ ამაზე წინასწარ პასუხი, თუმცა ელენესთან კომუნიკაციის გარეშე ცალსახად არც დადასტურება შემიძლია და არც უარყოფა შემიძლია. ერთადერთი მინდა თქვენი ეთერით ვისარგებლო და ჩვენს მოსახლეობას მივმართო. ეს ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და აუცილებლად დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. ჩვენ ნახეთ 13-ში ორგანიზებული აქციის ფარგლებში რამდენი ადამიანი გამოვიდა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენს გვერდით. რეჟიმზე გრძელდება შიდაწნეხი და გარეწნეხი, ანუ საერთაშორისო იზოლაცია და სანქციები, რაც იწვევს სხვათა შორის შიგნით რეჟიმის ძველ თუ ახალ სახეების ერთმანეთში დაპირისპირებას, რაც რისი მაგალითიც არის რიჟვაძრის ეგრეთ წოდებული თვითმკვლელობის მცდელობა, თავდაცვის მინისტრი საერთოდ ისტორიას არ ახსოვს, რომ მინისტრი ყოფილიყო დაკავებული, რაც გააკეთეს. აანონსებ კიდევ არაერთი მაღალი თანამდებობის პირი საკუთარივე ყავთ დაკავებული, ხომ? შიგნიდანაც დიდი პრობლემები აქვთ და ერთმანეთის მიმართ აქვთ დიდი, ასე ვთქვათ, გარჩევ-გამორჩევები, რასაც სწორედ მივყავართ იქამდე, რომ ეს რეჟიმი ჩამოიშლება და ჩამოშლის შემდგომ დადგება ამ ქვეყანაში ცვლილებები. ეს ძალიან შორს არ არის, ახლოს არის უფრო მეტიც. რა თქმა უნდა, წინასწარ რაიმე თარიღის თქმა არ შემიძლია არც მე და არც არავის, იმიტომ რომ არავის
არავინ არ იცის ეს დრო ზუსტად კი ბატონო, ზოგიერთი ამბობენ ამ თარიღს, მარიკა, როგორ უყურებთ თქვენ ასეთი თარიღების, აი 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ ამ ტიპის ეს თქვათ ფორმულირებას. კი ბატონო, 4 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი თარიღი, რადგან ეს არის დღე რუსული სპეცოპერაცია ეგრეთ წოდებული არჩევნების და ეს არის დღე, როდესაც დაანონსებულია ასევე მასშტაბური აქცია. ჩვენი პოლიტიკური ძალა, პარტია ახალი და კოალიცია ცვლილებისთვის არ ვართ ამ აქციის ორგანიზატორები, თუმცა ჩვენ ვიქნებით ჩვენს ხალხთან ერთად ყველგან და მათ შორის 4 ოქტომბერსაც ვიდგებით აქციაზე და გავწევთ წინააღმდეგობას ამ რეჟიმთან მიმართებით, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა აქციაზე და ისევე როგორც 4-ის მერე, მანამ სანამ არ მოხდება რეჟიმის ჩამოშლა და არ მივართ ცვლილებებამდე. არავის არ ეშინია ქართული ოცნების, არავის არ ეშინია, გადაკვეთეს ყველა ზღვარი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიბრუნოთ. აქ ბრძოლა არ მიდის, რომელიმე პოლიტიკური პარტია უფრო წინ წავიდეს, დაწინაურდეს. არა, მეგობრებო, ეს არის ბრძოლა სამშობლოსთვის და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ჩვენი თავგანწირული ბრძოლის და სწორი მოქმედებების შედეგად აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით. ძალიან დიდი მადლობა.